რა თქმა უნდა, ეს მოვლენა უნდა იყოს გამოძიებული და იმიტომ არის დღეს სააკაშვილს ადამიანის სახე არ ჰქონდა და აბსოლუტურად არაადეკვატური და გამოსული იყო წონასწორობიდან, როდესაც გაიგონა, რომ კვლავ დგას საკითხი დღის წესრიგში გამოძიების თაობაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ობიექტური სურათი შეიძლება დაიდოს თუ გამოძიება იქნება საკმარისად კომპეტენტური და ობიექტური და უპირველეს ყოვლისა, ნინო, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გამოვიძიოთ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები შიდა გამოძიებით. იცით მე რა მაინტერესებს? მე ვერაფერს ვერ გავიგე, რატო დაემართა ესეთი არა, მე კი გავიგე, მაგრამ აი ეს კითხვა რიტორიკულად უნდა დაისვას, რატომ დაემართა ასეთი ისტერიკა სააკაშვილს და მართველი გუნდის წარმომადგენლებს. იმიტომ შეეშინდათ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დანაშაული აქვს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი. სიმართლე აუცილებლად დააზარალებს მიხეილ სააკაშვილს და დააყენებს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს. აუცილებლად დადგება იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომლის მოქმედების გამოც დაიღუპნენ რუსის სამშვიდობოები, რასაც შემდეგ მოყვა გამოუსწორებელი შედეგები. ანუ საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, ამას ამბობთ. არა, მე ამას ამ წუთში არ ვამბობ, მე სხვა რამეს ვამბობ ამ წუთში, თორემ მე ვიცი ვინ დაიწყო და რა დაიწყო და როგორც იყო სააკაშვილის განცხადებები ამოვიღოთ ყურაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცხინვალში. დაზარალდება სააკაშვილის იმიჯი, თუმცა ყველა მიცის პრაქტიკულად ომთან დაკავშირებით სააკაშვილის საქართველოს იმიჯი არ შეიძლება დაზარალდეს, თუ ახალი ხელისუფლება გამოიძიებს ობიექტურად რა მოხდა 2008 წელს, თუ ახალი ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობა დაასჯის იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩატეხეს კიდევ ერთხელ ხიდი, რომელიც უკვე თითქმის აღდგენილი იყო ქართველებსა და ოსებს და ამავდროულად ქართველებსა და აფხაზებს შორისაც დაწყებული იყო გარკვეულწილად ხიდის აღდგენის პროცესი, მხოლოდ ნინო, ეს კი არ დააზარალებს საქართველოს ეს წაადგება, როდესაც ის ადამიანი, ვინც 2008 წელს მართავდა საქართველოს, როდესაც დაიბომბა ღამის ცხინვალი, აგებს პასუხს და ამას ქართველი ხალხი მიიღებს ისე, როგორც საჭირო, ანუ მიიღებს სწორად, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მორალური უფლება, რომ ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიჯერებენ ჩვენ აფხაზები და ოსები, რომ არასოდეს მსგავსი აღარ განმეორდება. სააკაშვილის ხელისუფლება, რომ ოდნავ პატრიოტიზმის მატარებელი ყოფილიყო და თავად სააკაშვილი, ის გამოიყენებდა ნინო ბურჯანაძის შეხვედრას ვლადიმერ პუტინთან